ეხლა თუ გავიხსენებთ მოვლენებს, როგორ განავითარეს ჩხრეკების ისტორია, მაშინაც ვამბობდი, რომ ჩხრეკის ჩატარება არ არის ჩვეულებრივი პროცესი, როდესაც საქმე ეხება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. და ჩხრეკა ასევე ჩატარდა ფარცხალაძის სახლშიც. ამიტომ მე მგონია, რომ სადღაც აქაც გადაწყვეტილება, რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ოცნებას, სხვაგვარად უნდა ახსნას მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა რას ნიშნავდა და რა არის ამის შემდგომი გაგრძელება. ამიტომ ეს არის ღია საკითხი, ქარცელაძის თემა არის საკითხი ასევე, რომელიც შესაძლოა დღის წესრიგში აქვს ოცნებას და არც მას არ გამოვრიცხავდი და კალაძის თემაც როგორია იცით, მას იმიტომ უწევს დღეს ასეთი მძიმე განცხადებების გაკეთება, რომელსაც დარწმუნებული ვარ შინაგანად არ ეთანხმება, რომ მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმე დევს პროკურატურაში და ეხლა არა, იდო მაშინაც. და ის რომ ასე საუბრობს გამაოგნებლად ევროპაში წარმატებულ გუნდში მყოფი ფეხბურთელი, რომელიც ანტიევროპულ განცხადებებს ღიად აკეთებს და თავს ესხმის აი ამ რაღაცა საბჭოური ლექსიკონი. იძულებულია რომ ასე ისაუბროს, ამას ამბობთ თქვენ, იმიტომ რომ არ არის ყველაფერი ისე. ეკა, რატომ დახურეს, როგორ ფიქრობთ, ლილუაშვილის სხდომა დღეს დახურული იყო, არ ვიცი შემდეგ სხდომებზე რა იქნება, მაგრამ სავარაუდოდ ასევე დახურული იქნება და რა არის ის ვისი გამჟღავნებაც არ უნდათ, იმ გვარების და სახელების, ვინც მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. პირველი რაც ვიფიქრე, ჯერ ცეცხლომის დახურვა გაუგებარია ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ საქმე არ ეხება სახელმწიფოს საიდუმლოებებს. 4 ეპიზოდი, რომელიც წაიკითხა გენერალურმა პროკურორმა, 4 ეპიზოდი არის ისეთი ისტორია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მატარებელი არ არის და პირიქით, ასეთ საქმეებზე უნდა აჩვენოს სასამართლომ, ეს არის საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა, გახსნილობა, ღიაობა, საჯაროობა, რომ საზოგადოებამ თვალი მიადევნოს მართლმსაჯულება როგორ ხორციელდება. დღეს ჩვენ სასამართლო დამოუკიდებელი არ გვაქვს, არ არსებობს. ამიტომ ის ვინც ლილუაშვილს ასამართლებს, თვითონ არის გავლენის ქვეშ. ის მოსამართლე, ვინც ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღო, ვინც ხვალ განიხილავს საქმეს. ამიტომ ასეთ საქმეების დახურვა კიდევ უფრო მეტ ეჭვს ქმნის. და რა ეჭვია, რისი დამალვა სურთ? ლილუაშვილი არის უდიდესი ინფორმაციის მატარებელი. მან რომ მოინდომოს და პროცესზე დაიწყოს ლაპარაკი. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს რა იქნება? ეს დაშვება ხო გააკეთა ოცნებამ, რომ შეიძლება ჯერ ხო არ უსაუბრია მას, ხო თქვა, რომ მოდი გავეცნობი საქმეს და შემდეგ ვისაუბრებ. კი, თუმცა ლილუაშვილი არ მგონია უჭკუო კაცი იყოს, არ სტოვებს, მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ასეთ შთაბეჭდილებას არ ტოვებს და საუბარი არ არის უჭკუობა. არ მგონია, რომ მარტო სხდომაზე საუბრით შეიძლებოდეს იმ ინფორმაციების გამჟღავნება, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ და ალბათ ასეც არის, მას აქვს უამრავი ინფორმაცია, ასე რომ დაზღვეული ოცნება არაფრისგან ხურება. სხდომა მაშინ იხურება და ეს მოხდა მაგალითად აი მედიისთვის დაიხურა სხდომა უბრალოდ ეხლა საერთოდ დაიხურა, მაგრამ მედიისთვის გაშუქების თვალსაზრისით პირველად ანდრო ჭიჭინაძის და იმ დანარჩენი სხვა სინდისის პატიმრების საქმეზე. რატომ? იმიტომ რომ საზოგადოებას არ ენახა რა ხდებოდა პროცესზე. და პროცესზე ყველაფერი ხდებოდა სინდისის პატიმრების სასარგებლოდ, უდანაშაულობის მადასტურებლად. ამ საქმის დახურვა მთლიანად, მარტო მედიისთვის კი არა, თუ პროცესი მთლიანად იხურება და გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატს, ხო? რატომ ეს ხდება მხოლოდ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დროს? ეს არ არის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, იმიტომ რომ იქ მერიის თანამშრომლები არიან. მერიის თანამშრომლები, თანამდებობის პირები კორუფციაში ჩაფლულია და მერს ეს არ ეხება. ეს როგორ არის თავსებადი? იმიტომ რომ შეიძლება კიდე სხვა პირები იყვნენ, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ ინსტიტუციურად და სხვათა შორის პროკურორმა დღეს რომელიც აკეთებდა განმარტებებს და განცხადებას სხდომის შემდეგ არ გამორიცხა ბრალის დამძიმებაც, არ გამორიცხა ყოველ შემთხვევაში, ნახოთ როგორ წარიმართებაო. ან გაფართოება ბრალს, მე უფრო მგონია რომ ბრალს უფრო გააფართოვებენ ბრალს. არ გადაიხადა ლილუაშვილმა, ესეც შეიძლება იყოს მიზეზი? არა, აქ მიზეზი უფრო ფიქრობ არის ის, რომ
მას თვლიან როგორც ტერს ოცნების და როგორც ადამიანს, რომელიც ივანიშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამდა. ასეთი აღქმა შეუქმნეს მას. ეს ემყარება თუ არა რაიმე ობიექტურ გარემოებებს ვერ გეტყვით. მე ეჭვმეპარება, მე პირადად საერთოდ ჩემი აღქმა ესეთია, რომ ვის მიმართაც ესეთი ბრძოლა ცხადდება, ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი იდეურად არ ეთანხმება იმას, რაც ოცნებაში ხდება. სხვაგვარად იქნებოდა, როგორც არის ესე ვთქვათ, კონფორმისტი, მათიკაშვილი, კობახიძე და სხვები შემსრულებლები. შემსრულებლებად არჩებოდნენ. რაღაც სადღაც იყოფა ეს გზები. მათი ფაქტია, მაგრამ ამ გზების გაყოფას ვინ რას ეძახის და რას არქმევს ოცნების გუნდში და რა არის სინამდვილეში, ახლა აი ამ გაბლანდული დაბნელებული მართლმსაჯულების პირობებში ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. ეს შეიძლება გავიგოთ ჩვენი შტაბ-შტილება შევიქმნა თუ ჩვენს გვეცოდინება იმ საქმეში რა არის და ხო ნახეთ რომ დახურეს. რატო დახურეს? იმიტომ რომ არ უნდათ იმის გამჟღავნება, რაც იქ წერია. იქ როგორ ჩანს, ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ადვოკატსაც აუგრძალეს საუბარი. არც მას არ მიცემენ საუბრის უფლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ იმალება ის, რაც არის სახიფათო ოცნებისთვის. სხვაგვარად აჩვენებდნენ ამ სიმართლეს და იტყოდნენ კორუფციული დანაშაულია. აჩვენეთ ეს ფაქტები. რატომ ალავთ, რატო ხურავთ ამ პროცესს? გასაგებია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და საინტერესოა, რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე მეტყველებს ეს ყველაფერი. თქვენ ძალიან საინტერესო ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ანალიზი გქონდათ. დავაკვირდეთ დიახ, დავაკვირდეთ მაინც ალბათ ამას გაგრძელება ექნება ეკა აუცილებლად. ნახოთ რა გაგრძელება ექნება. ეკა ძალიან დიდი მადლობა რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. დაგემშვიდობებით, ეკა ბესელია მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელი საუბრობდა. ამავე თემაზე გავაგრძელებ ახლა საუბარ შემდეგ სტუმართან. ანა წითლიძე შემოგვიერთდება ნაციონალური მოძრაობის